გაიღვიძესიათ რა. რა ვერ დავიცი. ჩაის დაკისხო ხო გინდა? არა, ამშია. მებოს დავურეკე? არა, ჯერ არ დამერეკავს, მაგრამ მალე დაურეკავ. მის ხო შეიძლება? როგორ არა და? კაი, მაშინ მომას ვეთქვი და მიმიყვანს. უკენა დამელოდე და საღამოს ერთად წავიდეთ. სკოლაში რა ხდება? ხო, ამას საყვარელო. მე რა ხო ხარ მზად? რაღაც უნდა გითხრა. რა ხდება, აბა მითხარ. კესოს გაყვა ჩემი ციგნები. მე რა? არ ვიცი წინა მასალა. რა უნდა ვქნი? არ ვიცი, კესოს აგარაკზეა. ეკა აქ არის? კი, მომწერა აქ არის. ხო და საღამოს მივალ და მოგიტან. ხამე იქნება. და აბა რა უქნა ნახე ხა რომელი საათია ჯერ ხო ვერ მივალ. კესო მითხრა ღვიძავსო. არა და ადრე რა. აუ, აბა არ ვიცი წინები და რა გავაკეთო, რა დავწერო. კაი, მაშინ მივალ და მოგიტან სამსახურში წასვლა. აუ, იქნება ჩამჯდარიყო ამ თავის კარსეთში რა. არ ჯდება და რა ვქნა? აუ, დაგეტოვებინა, როგორ შეიძლებოდა ბავშვის წამოყვანა 9 საათით ვინმეს ვერ დაუტოვე? დაურეკე ვერ იქო საერთოდ? დაურეკე და დღეს არ მცალიაო, სხვა დროს როცა გინდა დავიტოვე. აი, ხო, მოგაქვს ყველაფერი? მომაქვს. ის ხელწერილები მოგაქვს? მომაქვს, ყველაფერი. ქორწინების მოწმობები? მე ნუ ნერვიულობ, არ დაგტოვებენ ძალით სოლქმრად. მოდი ერთი ამიხსენი ზუსტად ვინ არის იპერსი? რამაზან ძველი პარტნიორი. გავიგე, ხო მითხარი. ნუ მარტო პარტნიორი არა, ბავშვობის მაკაცები იყვნენ. მოიცა რა, ბავშვობის მაკაცები იყვნენ? ხო, რამაზის ეგეთი ახლობელი არავინ არ ყოლია. მე რაღაცები აერიათ მოკლედ. დიდი ამბებია რა. მოვა ახლა და აიგებ ხო. და რო აერიათ ეს ვისი ბრალი იყო? რამაზის ბრალი იყო? არა, მანდ რამაზის ბრალი არ იყო, ძირითადად ამან არია. მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ გამოვიყენებთ საჩვენოდ. რამაზის ეხლა არავინ აღარაფერს არ დაუჯერებს. ეს არის ერთმნიშვნელოვანი მოტივია. აი, მოდელი მოვიდა კიდევაც, ხო? Beso. Mamma, danke. Aber warum so? შენი წყალობით ყველაფერი ნორმალურად. დალევრა მე სამხეო. არა მათ. აი, მაშინ პიკოპის საქმეზე გადავყო. მოკლედ, რამაზის წერება სტატია. ჩვენ ჟურნალისტი წერს, რაც აყობებულ საბუთები ამოუყარა რა. დაშინებული ხალხის. მოკლედ, ყველაფერი, რასაც რამაზი აკეთებდა რა. მე რა უნდა ვქნა? შენზე მეტი რამაზიზე მოსაყოლი ვისა? რეალურად რო შეხედო მაგის ბიზნესი და შენ წილი გეკუთვნის. მაგრამ არ გაძლევს ხო ხედავ? ქვეყანაში შემოსვლის უფლებასაც არ გაძლევს. ძელი ცხოვრება შენ ოჯახთან ცხოვრობს. რეალურად შენ შეგიძლია მაგის კომპანიის წილებზე იქონო პრეტენზია. ის კომპანია მე არ მეკუთვნის. ხო, მაგრამ რეალურად წილი ხო შენ გეკუთვნის, ნო? საბუთები და არ მგონია წილი მეკუთვნის. დავიჯერ ვერ მივხვდი რას ვამბობ. იურიდიულად არ გეუბნები რა. ზოგადად გეუბნები რა. შენ შეგიძლია პრეტენზია იქონო მაგის წილებზე მეთქი. მე. კაც მაგერ ცხოვრებაც აგართვა ძმაო და თვითონ ცხოვრობ შენი ცხოვრებით რა. შენ შეგიძლია რომ რეალურად პრეტენზია განაცხადო მაგის წილებზე. მოკლედ ეს გინდა რომ სტატიაში თქვა? უნდა თქვა. ჩვენ არ ვსაუბრობთ. რეალურად უნდა თქვა ის რაც არის. სტატია უნდა დაიბეჭდოს რა. ჩვენი ჟურნალისტი დაწერს. ჩვენი პრობლემა არ იქნება არანაირი. აი, ვარ მოწონს რამე. მოკლედ სტატია და მორჩა. მე შეიძლება კიდე სასამართლომდე მივიდეს საქმე რა, მაგრამ იქაც იგივე პოზიცია უნდა დაიკავო რა.
Там ყველაფრის სანაცვლოდ 50,000. ხო, რა იყო, ცოტაა. ცოტა. 50,000 არის ის, რასაც ჩვენ პირველად ვიძლევით ამ სტატიაში. მე კიდე დავილაპარაკებთ. მე არ გავარ იმ კაცს მომგონი, რომ უნდა გადავავდო და გამოვიყენო, შენ კარგად იცი რა. მაგრამ ფული პრობლემა არ იქნება რა. კარგი, გასაგებია. ძალიან კარგი, მაშინ აგერა ეს შეგახვედრებს იმ ჟურნალისტს და უბრალოდ შევხედე, მე არანაირად არ უნდა მასენო შენ კარგად ხვდები, ხო, მოგონი? კარგი, ყველაფერი გასაგებია. აი რა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? რავი. შენ როგორ ხარ? ძალიან კარგად. რამდენი ხანი არ გვინახავს ერთმანეთი? ხო, მეც გამეკვირდა შენ დანახვა. პირობა მივეც ჩემ თავს, რომ აქ არასდროს არ მოვიდოდი. და არ დამერღვევია. უბრალოდ ბევრი რამე დამიკროვდა სათქმელი. ხდება რა? ხდებოდა. ეხლაც ხდება. ალბათ მოხდება კიდეც. ეხლა სხვა რამის თქმა მინდა. ცოტნე როგორ ვარ? გაგახსენდა. მე სულ მახსოვრობ. კი, ვიცი. ვიცი. ვალებს რო იღებდი, მაშინაც გახსოვდით. რა გინდა ხათუნა? ამდენი ხნის მერე საქმის გასარჩევად მოხდი? დამნაშავე ვარ მოვდიოდი? ყოველდღე უნდა მივიდო აქ. და თვალსარევლიანი მჭდარიყავი. ეს უნდა მოგწეულიყავი? ვიცი რომ დამნაშავე ვარ. შენ არაფერი არ ვიცი. შენი თავის გარდა არაფერი არ გაღებებს. კაი, მე ჭანდაბას. შენ შულს რას არჩევდი? ცოტნებრად დაგიშავა. მე არაფერს არ ვარჩევდი. კომისიოდ თქვენს ცუდი არ მინდოდა. მაგრამ ალბათ განზრახ ცუდი არ გდომებია, მაგრამ არც კარგი არასდროს არ გინდოდა. იცი რამდენი რამე გადავიტანეთ? დაფიქრებულ ხარ ამაზე? ისე ცუდად ვიყავი, რომ შიზოფრენია ავიკიდე, საათობრივად წამლებს, იცი? მე ვიცი რომ თქვენ ბევრი რამე გადაეტანეთ. მაგრამ დამიჯერე მე ძალიან ცუდად ვიყავი. შენ ცუდად იყავი, იმიტომ რომ შენ თავს დარდობდი. აი აქ რო აღმოჩნდი, იმიტომ იყავი ცუდად. და არა იმიტომ რომ ჩვენზე დარდობდი. პირველად რომ მითხრეს რომ დაგიჭირეს, გული წამოვიდა. მე სახლიდან ვერ გამოვდიოდი. სასამართლოშიც იმიტომ ვერ მოვედი. ცოტნეს მარტო უშვებდი. ღამეებს ვათენებდი და ვტიროდი. გამოსავალს ვერ პოულობდი. მე რაღაცნაირად ყველაფერი დაალაგდა. ცოტა მისეთი გაისამსახური იშოვა, კარგი შემოსავალი, მე ეს შემოსავალი ჩემ წამლებში წავიდა.
მერე ძიძად დამიდგა. მერე ვიღაცა კარგი გოგო გამოჩნდა, მაგრამ იქაც ალბათ ხელი მე შეუშალე. ცხვენოდა სახში მოყვანა. რამდენიმე დავაშავე და რო არ ღირხარ ამათ. ხათუნა პირდები აქედან რომ გამოვალ ყველაფერს გამომასწავლე. მიშა შენ აქედან გამოხვალ. ჩვენ არ დავჭირდები. მე მივხედავ ოჯახს, ცოდნესაც. და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ცოტა მარტო შენი შვილი არ არის და მარტო შენ არ ზრუნავ მის ბედზე. აი არ ვიცი რისთვის მოვედი აქ, სიმართლე რომ გითხრა. გიყურებ და ვფიქრობ, რა მინდა და მეთქვა. რა გიყურებ გული მერევა შენზე. ისმის. თან მიხარია რომ მიდიხარ, იმიტომ რომ შენ საქმეს გააკეთე. თან ისე მწყდება გული, რომ ვერ წარმოიდგენ. და ეგოისტურად მინდა რომ გადაგაფიქრებინო წასვლა. მე არ თქვა. შენ რა გონია მე არ მეშინია, რა ვიცი იქ რა როგორ იქნება, მაინც ხო ცუცხო ქვეყანაა. აი ერთი რა, ნუ გეშინია. შენ ისეთი ყოჩახი ხარ, ყველაფერს გაართმევ თავს. იმედია. ოდის მიდიხარ? ზეგრამე. ой, ის გოგო რა კაი გოგოა. ლილი ხო? და გოგითხარი არის ჩვეულებრივი გოგოა. თახოც მაინც ჩინაურია და რაღაცა დაწყნარებული გულით გიტოვებ და აქ. კი, ნამდვილად ძალიან კაი გოგოა, კაი გაზრდილი და რაც თავი ენერგიულია ეთყობა. კი, მაგრამ ჩვენი ნანას კონკურენტი არ ყავს. ნუ ეხა თავისთავად ენაცალე შენ. მითხარი ანი სად არის? რა ვიცი, ველაპარაკე და წესი აქ უნდა იყოს. მომალე. რა კაი ყველა რო შევიკრიბებით და ერთას. ნუ ეხა რამაზის ყოველთვის თავის საქმეებში. მე სხვათა შორის დღეს დილით მოვასწარი რამაზის ნახვა და გამოემშვიდობა კიდევ. ო, რა კაია. ხოლ ჩამოდის რამაზი. მოდიდე. ой, მოდიანი აქ ჩვენთან. მოდე ჯექი. ნან, აი შენთვის რაღაც მაქვს. ო, კარგი რა. მოიცაცა და. ვაიმე, ეს რა სილამაზეა რა არის? გახსენი ნახე. ვაიმე რა კარგია. დიდი მადლობა, ჩემო კარგო. მოკლედ, მთელი დღე იჯდა, აპრინტერებდა, რაღაცებს ჭრიდა, ჭკუაზე არ იყო. ო, მანახე ერთი მეც რა. არა. აი ესეც საჩუქარს ნაღდად არ ველოდი. დიდი მადლობა, ჩემო კარგო. აბა რა. ო, აქ რა როჟევა ნახე. შირაპატარები არიან და საყვარლები რა. ხო, მაინახე ერთი. აი მე რა ახალგაზრდები. უშტა ებს მაცმევდი, ეს რა არის მითხარი რა. დრაგინე შვენივრად გაცვია მან. თან პარიზიდან ჩამოგიტანეთ მე და მამაშენმა ეგ ჩასაცმელი. ამერიკულები არის? ზეგა მახსენდა და სკოლიდან რომ მოვიდიოდი და პონჩიკებს რო ჭამით ხოლმე და მე ეს რო გოჩქობოდა. ერთხელ ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა მაგის გამო. არ გამახსენ რომ გამწარებული ვიყავი მაგიდან გატენილი მე სადილს აღარ ჭამდა არცერთ. მე რა საყვარლები იყავი. ნანა მოგენატრებით დაათვალიერე ხოლმე. აბა რას ვიზამ ჩემო კარგო აბა. ვაიმე მე გავაკეთე დღეს ნამცხვარი და მაცივარში მაგ იჯექ შემემუხტა. კარგი ბატონო. დიდი მადლობა. მომწი ჭიქები. ო. მოდი ამ ჭიქით ნანას გაუმარჯოს. და დაგლოცავ.
ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და ყველას ძალიან გვიყვარხარ. ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდები გვაქვს ჩვენ გატარებული შენთან ერთად, რომ სულ ჩვენთან ერთად იყავი გაჭირვებაში, ილხინში. მოკლედ დაგლოცავ. გეგმით მიდიხარ, წარმატებას გისურვებ და შენც. გაუმარჯოთ დიდი გიმარჯოს მე ძალიან გვიყვარხარ. ანას მეც ჩემო კარგო, მეც ხო იცი როგორ მიყვარხართ ყველანი. ჩემი მეორე ოჯახი ხართ მართლა და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან მიჭირს მართლა თქვენგან წასვლა, მაგრამ გაგვემარჯოს. მაპატიეთ ჩემო კარგებო, მაგრამ უნდა გავიდე. მოიცე ჯერ ნამცხვარიც არ გიჭირა. არა, რუსუდან მართლა უამრავი საქმე მაქვს, საერთოდ როდის რას მოვასწრებ აღარ ვიცი. ცოტა ხანიც იყავი. ბავშვებო, პირდებით რომ წასვლამდე აუცილებლად შემოგირბენ. მოიცა. ეს შენ ჩემგან საყვარელი. კარგი რა რუსუდან რა, რაღაცა კარგი ხარ. ოხერხულია ხარ, რატო? ნუ მე მინდა რომ მადლიერება გამოვხატო შენს მიმართ და მაცადე თუ შეიძლება. კარგი, ნუ რა არის ხა. გული შენ მოგიხდება ისეთი ანახე? არა ხო, მომწონს ძალიან ლამაზია, მაგრამ რა ვიცი რუსუდან. არა, მომწონს. მეტი აღარ თქვა არაფერი, მორჩა. კარგი, არ გწვენი რა არის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა და მართლა წასვლამდე აუცილებლად შემოგირბენ და გნახავთ ისევე. აბა შენ იცი ხა, სულ კარგი ამბები გაგვაგებინა იქიდან. ეცდები, კარგად ჩემო. ძალიან დავიყალე რა. მეც ძალიან დავიყალე. დაგჭვე ხარ ამე კიდე. რავი. ტორზე დარეკე? აი მე არა. დარეკე მე. ეხლა მე უნდა დაურეკო, თორე დავჩებით ის. აღა ძალიან ხო 4 სართულიანი ტორტი არ შეუკეთო გოგოს და ბიჭის ქანდაკებებით. აბა გედებიანი? დედა რა გედებიანი, ჩვეულებრივი სადა ტორტი მინდა. ო, კაი, მოიცადე. მე რესტორნიდან მირეკავე. დიახ. დიახ, ნათია ვარ. დიახ. მერე? რას მეუბნებით? არა, თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ? არა, რას ქვიან უბრალდები და ნუნერვიულობ? ქალბატონ, გესმით თქვენ საერთოდ რას მეუბნებით? 2 დღეა დარჩენილი. რა თმინდა თქვენი ჯარიმა და კომპენსაცია, ქალბატონო? თქვენ დირექტორი დამალაპარაკეთ. თქვენ ბრძანდებით? დიახ, ხო და გაითვალისწინეთ, რომ გიჩივლებთ აუცილებლად. რას გავს ეს? თელ ქალაქს მოვდებ. დიახ, თელ ქალაქს გავაგებინებ, რაც მე ახლა გამიკეთეთ. ის გამეთიშა. რა მოხდა? უფრო დიდი შეკვეთა ავიღეთ და თქვენსაც ვაუქმებთო. ჯარიმას გადავიხდითო, წარმოგიდგენია? ხო ვამბობდი, არ მინდა ეს ქორწილი თქო რა. დაწყნარდე ახლა დედა შენ, რაღაცას მოვიფიქრე. რას მოიფიქრე? ნუ არ ვიცი, რაღაცას. დავურეკავ კახას. და კახა რას იზავს, უფრო დიდ შეკვეთას მიცემს? რაღაცას ვიზამ დედა რა. ალო. კახა. სად ხარ? გააჩერე ახლა მანქანა რაღაც უნდა გითხრა. კაი, ნუ აშინებ. მაცადე რა. ხო ლიზა. სად ხარ? ეხლა ავდივარ ეკასთან. ესოცა ჩემთან დაშდევსო. კაი და. ნახავ და წამოვა. კაი. ხანული ჩამოვიდა. როგორ ხარდე? კარგად დიდი. მე როგორ მომენატრე.
რა შვები? რა იცით, როგორ ახარ შეენაბარაკები? როგორი იყო იქ ამითხარი? კარგად და ბევრი საქმე მქონდა, ძალიან ვერ ვასწრებდი გარეთ გასვლას. მართლა, კარგად გამოიყურე. შეფერად გამოიყურე. მოდი. რა შვები შენ? რა ვიცი, მე შენ რო არ იყავ, ცოტა მოვიწყინე და მე ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე. ხო. სახლი დავალაგე. რაღაც ნივთები გადავყარე. ხო, გუში რო დაგირეკე და სახლში არ იყავი გამიხარდა. ხო, იცი რა მინდოდა სახლში? სახლში მინდოდა ავეჯის გადალაგება და მე მივხვდი რომ მარტო ვერ ვიზავ და დაგელოდე შენ. ხო, კაი, გადავევლებ. ეხლა რომ გავალ, მე ვილაპარაკოთ. კაი? კარგი. მამა შენთან ვიყავი. რა? ხო, მამა შენთან ვიყავი. რატო წახვედი? დედა, ხო შევთანხმდით, არა მაგასთან რო არც ერთი არ უნდა მივსულიყავი. კი, შევთანხმდით. მე რატო მიხვედი? მე მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა. რა დღეში ჩავყარა. და გონია რომ ეხა საერთოდ აინტერესებს? ვერ ხვდები რომ ფეხებზე ვკიდივართ? ეგ არ მაინტერესებს მე. მე მჭირდებოდა მისვლა. დედა, მაგასთან ხო შევთანხმდით, არა მაგასთან მისვლა. არც ერთი არ უნდა მივსულიყავით მაგასთან, რა. თავის დამცირებაა მაგასთან ლაპარაკი რა. ცოტა. მე ისეთ რამეს არ ვისავ. რაც შეურაცხყოფას მოგაყენებს. ან შენ ან მე. რატო არ მითხარი დედა რომ? იმიტომ არ მითხარი რომ აი ესეთ მდგომარეობაში ჩავარდებოდი და საერთოდ არცად არ მიშვებ. აუ, საიდან როგორ არ გიშვებ დედა რა? კარგი ნუ. არა ესეთ რაღაცას რო ვაკეთებ უნდა მკითხო მეც რა. გავიგე. მითხრა რომ ძალიან წოხს. აუ. და თავს დამნაშავედ გზნობს. კაია თუ ხვდება რაც გააკეთე. ისიც მითხრა რომ რო გამოვა მოგხედავს. თვითონ თუ ჯერა მაგის. მე რო არ მჯერა ეგ ვიცი. და არ მჭირდება მაგის დახმარება. მაგრამ ძალიან არ მომეწონა. რატო? რაღაცნაირად გამოიყურებ, იცი? მოუვლელი. ხო დედა, აბა რა იქნება ციხეში ხა რა. და ძალიან გთხოვ, ეხა მაღაზე მაინც ნუ ინერვიულებ შენ რა. არა, არ ვინერვიულებ, უბრალოდ მეგონა რომ მივიდოდი და ვნახავდი რაღაც ემოცია მექნებოდა და. აი რა დედა, რა ემოცია რა. დედა ძალიან გთხოვ რა, შემდეგში ესეთ რაღაცას რო გადაწყვეტ, შემითანხმე რა. კაი, არის უფროსი. კაი, წავალ გადავილებ და გამოვა რა. კაი. აკა. რა გინდა სანდრო? რა გინდა რა? რა არ მინდა? ნუ მივხვდი რომ გეწყინა რა. არაფერი არ მწყენია. უბრალოდ გაუგებარია ჩემთვის და ცოტა არასასიამოვნო. ნუ მესმის კი. ვერანაირად ვერ გაიგებ შენ. ჩემი საუკეთესო მეგობარი და შენ. გასაგებია კი. აკა მომისმინე ერთი წუთი. რა გინდა სანდრო? აი მართლა გუცხელად მომწონი რა. აი ყველაფერი ვცადე რა შემეწო რა. მართლა ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ნუ არაფერი არ მოდიოდა შენგან რა. გეხოცები მე ნუ დამაბრალებ რა. შენ არაფერს არ გაბრალე. აი ეკას ისი რატო ხდებოდი? შენს გამო ხდებოდი რა. აი სულ შენზე ვლაპარაკობდით. მაგრამ აი ამ შეხვედრებით ნუ ესე მოხდა რა. აი გასაგებია. არა შენიც მესმის ქმარი ყავს, ოჯახი ყავს. ეხა გესმის? ნუ ვიცი ხო, გადაწყვეტილების მიღება გიჭირდა. მოდი რა არ გვინდა რა, არ ვიჩხუბო და არ გვინდა ისყენა, ვიმეგობრო და მოჩა რა. არ ვჩხუბო. და მეგობრობა ნამდვილად არ გამო. კახა რომ მოვა ჩვენ გავიდეთ რა. ხო, ნახოთ ჯერ რა სიტყვის. როგორ მეშლება ნერვები რა. აი ნუ რაღაცას მოვიფიქრებთ რა. მე საერთოდ ვეღარ ვიღებ ხმას. გეგონება მარტო მე მინდოდა ეს ქორწილი. ო, კაი დედა, ეგ რა შუაშია? უბრალოდ მეც მომეშალა ნერვები, არ შეიძლება? შეიძლება დედა. მაგრამ ჩემი ბრალია ახლა ესე რომ მოხდა ყველაფერი? არა, არავინ არ გეუბნება რა შენი ბრალია. არა, თქვენ რა შუაში. მოვედი. რაკი? ეხლა დავდაბარეკე. მერე? გამარჯვება, ახლა ხალხმა ასე მითხრა, კონტრაქტით რა ჯარიმაც არის, იმას გადავიხდით და ეგ არის რა. და ჯარიმა რა თმინდა? არ უთხარი რომ ჯარიმა არ გვინდა საერთოდ? კი, უთხარი ნათიას თქვენ ჯარიმა არ უნდა ნათქია და იმათაც უიუიო. ხუმრობის დროა ახლა კახა? აი, დამშვედი რაც დაივიწყე ეს რესტორანი, მოიცა. მოკლედ ჩემი ერთი ახლობელი არის ზურა, იცი თქვენ, ზურა. ის დამპირდა რომ ჩემი ნაცნობი არის ერთი, მოკლედ იქნება რესტორანი, იმაზე უფრო კარგი მეგობარი რა, ვიდრე ის თქვენი რესტორანი.
რა კაია. უბრალოდ საბოლოო პასუხი არ ვიცი ჯერ 10 საათზე დაგირეკავთ. საბოლოო პასუხსაც კეთებთ. ძალიან კარგი. გავალთ მაშინ ჩვენ და დაგვირეკეთ რა საღამოს. ой, წადი. კაი დედა, წადი დაიშვენეთ და როცა რამეს გავიგებ დაგირეკავ. ნუინერები, მამა. არა, არ ყველაფერი გამოვა. ახლა ჩემები რა განერვილობენ რომ ეხმარებიან ვერაფერში რა, ბოდიში რა, მეც თუ რამის მოვახერხებ. არაფერი არ არის ეჭირო, შენებს გადაეცრო, ყველაფერი კარგად იქნება, მე მოვაგვარებ და შენ კიდე მიხედა შენ ცოლს, რა გივალ. აგირეკავ. ვაკო, მომედი. ვაიმე, დედი, აქ ხარ. მოხდი? ხავი აქამდე. რა ვიცი. გიორგაძეებთან პატარა სუფრა იყო. გაცილება მოგიწყეს? რაღაცა ეგეთი. შენმა დედიკო ცოტა ღვინოც დალია. რა ვიცი, ვისხედით. რაღაცა კარგ ამბებს ვიხსენ. უი, ანი, ვნახე. როგორი ალბომი გამიკეთა. ნახე აბა. რა მომაზია. ხო. ძალიან საყვარლები არიან. ისე ეწყინათ, რომ წამოვედი. აბა რა იქნებოდა. ნახე. რუსუდანმა ეს კოლონი მაჩუქა. არ მინდოდა გამორთვევა, ახლა ეს ძალიან ძვირფასი საჩუქრის, მაგრამ გაიგიჟა თავი. ძალიან ლამაზია. ვაკო. დაო მე და შენ ჩაი დავლიოთ, არ გინდა? დამო. Привет. Там дуа. Там. Ашური. ძერ შემოხო. ის მე გადავდივართ ხვალ მე და ელენე ბინაში რა. მორჩით ეს. ну ძირითადი ნაწილი მორჩა ეხა რაც ვიცხოვება რა ედოში. მის მე შენ უთხარი შენებს. არა. გაიგო ხარ არც უთხარ რა. იმიტომ თვითონ ხო ნერვებს მოიშლია, მე შენ მოგიშლია ნერვებს. არ ვაპირებ თქოს. ძალიან კარგი. დაიწყო. კაი, ამირები რა, თუ რამე დაგჭირდება. მოიჭრებო. აბაზურა წარმოვიდგინე რა დღეში ვარ ახლა რა. აი ასეთ სიტუაციაში ჩამოვდეს. ხო და შენი იმედი მაქვს უნდა აუხსნა რა. ბიჭო, რა არის იცი? აი ფულს გადავიხდი რამდენი საჭირო იქნება, ეგ ხო გასაგებია რა. ხო და არ მინდა რა, ახლა ეგ საქმე უნდა გამოვიდეს ყველა ვარიანტში რა. აი, შენი იმედი მაქვს. დაურეკე და დამერეკე ეგრევე. არა კაც რა უნდა დავიძინე. მიგელოდები. აი, სტედირო. შენ დალე? არ მინდა მე. დალე ცოტა რა. ხასიათზე მოგიყვართ, და ნერვიულობ. კარგი რა, შემიძლია მოვაგვარო ჯერ ეს საქმე. არა, სინდისოები რა ეგენი რა. მერაბს ყავს ადვოკატები, მეგობრები და მაგათ უჩვენებ მე. მეც ეგაც ვიტყვის მერაბი და მაგის ადვოკატები. ვავაროს ეს კაცს არ არსებობს უარი მეთქი. ხედები რა. ზეთისხილი გინდა? აბა არ მინდა. სალი მეწოდება რა. ზური. ცუდი ამბავი არ უნდა მეთქვა იცოდე. გენაცვალეში. ძმა ხარ. გენაცვალე ვიცოდი რა. თავიდანვე შენთან და დამერეკა რა. აგია ყველა. ჯაი. არა, ხელს შეეცოდი. გენაცვალეში. მის მენე მოგლეთ.
არ უნდა კი არა, მაგათ მთელი ღამე მოვუწევთ მუშაობა. მე გადავუხდი. კაცო, ეგ ჩემი საქმეა, მე ყვავილით მოდაველაპარაკებ. ხო მეთქი, ხო? ჩემი ზოლიათ. გენაცვალესი, გაიხარე. კამერა, ფერმიერო. მოგვარდა, ხო? ხო გესმოდა, ხო? მე კახარა კაცი ხარა. მოიცა, ეხლა სალის დაურეკა. ალო, სალი დედა, მამა მოაგვარა ყველაფერი. ხო, დედა, მე არაჩვეულებრივი რესტორანია მართლა. ხო, კარგი დედა. ხო, დაიძინე ეხლა შენ დაისვენე აღარ ინერვიულო. კაი დედა, კაი. არ დალევ? ჰა? დავლებ ხო? მოდაჭი. მე არა და ეხლა ეს ჭიქაში ხო ვიცი. თავი დამეხვევა. მე რა დავიხოს? ბოშვა როგორ მოინდომა ქორწილი და კინა ამარ ჩაუშალეთ კაცო. აგიმარს. რა მაგარი ხარ რა კახა. არა ვიცი. ესეც ხელი არ არის. ანუ ზეგრამე მიფრინავში. ხო, 2:30-ზე. 12-ზე უკვე აეროპორტში უნდა ვიყო. ხო და მე წაგიყვან, ახლა იკას ქორწილია, მაგრამ მანამდე. არა, დედიკო, არა, რა საჭიროა, გაერთე შენ ქორწილში. არა, რა სამოს. მორჩება მანამდე თან და მოვალ და გაგაცილა. კაი, და თუ მორჩება, ერთად წავიდეთ. აი მე ვაკო. დავნერვილობ, როგორ იქნება ხე შენო ჩემო? კაი, ხა თავიდან არ დაიწყო ხო? არა, ნერვიულობ დედა, როდის მოხვალ სახში, რა შეჭამ, როგორ იქნება? ყველაფერი იქნება კარგად თქო, ხა რამდენჯერ უნდა გითხრა. თან შენი ახალი ტელეფონით დამირეკე, იგი პასუხებ. ეკი, მაგრამ იცი რა? მე მაინც შენი იმედი მაქვს. იცოდე გინდობი. კი, მასამ ხო იცი რომ ყველაფერი იქნება კარგად რა. თან შენ ისინი ხო ყავს? ლეილა და მაკა. წარმომადგენლები. ეგ არა და ხვალ, ესე იგი, საბუთებზე ვარ გასასვლელი. მე მამი და შენთან უნდა მივიდე გიასთან რაღაცას მატანს უკრაინაში. მოკლედ არ ვიცი. რამდენი რამე უნდა მოვასწრო. რაღაც ფულს ვაგროვებდი. ქეთი რომ მიგზავნი და ნაწილს იქიდან ნაწი ჩემი ხელფასიდან და მოკლედ რაღაც თანხა შენ მინდა რომ გქონდეს. რა სამოს, აიღე შენ ახლა ეს უფრო გჭირდება იქ. არა, დედა, მე ახლა ვერ წავალ ისე შენ რო გზის და საჭმლის ფული არ დაგიტოვა. კაი, ახლა მეც რაღაცას ვიზავ, დავიწყებ მუშაობას რაღაცა იქნება. არა, დედა, სანდამ რაღაცას იზამ და სანდამ რაღაცას დაიწყებ, აიღე ახლა. ჯერზედი მეც უფრო წყნარად ვიქნები, რომ მეწოდინება, რომ შენ ფული გაქვს. კაი რა. ხო. მიხედე ახლა თავს, აქ 1300 ლარია და იმედია ახლა ერთი თვე გეყოფა. კაი რა დედი რა. არა, მართლა რაღაცები იყიდე დედიკო რა. საჭმელი იყიდე, რაღაცა მოიტანე, ხო ხედავ აცივდა უკვე, კურტკა იყიდე. მე შენ გჭირდება რამე? კი დედა, კი. მადლობა. არა, მეც იქიდან ხელფას გამოგიგზავნი დედა, ქეთის თუ რამე დაგჭირდება, ქეთიც გამოგიგზავნის ხომ იციან. ხო, მეც მანამდე რამეს ვიზავ რა. ხო, თავარია, შენ არ მანერვიულო და რაღაცა სამსახურსაც თუ იშოვე, მაგას რა ჯობია. არ განერვიულებ არაფერს. მართლა? კარგი. სალმინდი ხარ? ყოველი ხარ.
ალო. ხო, ბაბაკო. რაშვებია? პირე ფული გავაძრე. რა ფული, საიდან შეჩემ? რა მნიშვნელობა აქვს გავაძრე რა? რამდენი გაქე? ნუ იმდენი რა ცოტას დავითროთ. ძალიან კაი. დავრეკო ხომ წომისთან? ხო, აბა რა უნდა ქნა? ოკეი, ხავე დავიბაზრები რა. მიდი წავედი მე დავა. მიდი შეეხმერები უეჭო. დავა. თუ მიყვები ახლა ამ საშინელებებს, მე მთელი ხავე არ დამეწინება. წავედი ახლა. პატრონმა რა გავაჩეროს? ქორწილში დაბადები. გაგიჭირდება ახლა შენ. კიდევ შეიძლება დავერეკო მერავის ადვოკატებს. მაგრამ მერავის ადვოკატებს ქორწილში დაბადებას მე ჩვენ ეს პატრონი მოვიდეს. წავედი გვიანია უკვე. დარჩი თუ კიდე. გვიანია მაინც. მართლა პატრონმა არ გაგაჩეროს. ჩე? დავჭერ ჩვენ ტელევიზორთან. დავჭერ როგორც გინდა. ავალაგე. რამე ხო არ გინდა? კარგი. ნათია, პლედი ვერ ვნახე. ვიპოვე.